კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ერთ-ერთ ძალიან საინტერესო ექსტერიერის მქონე სახლში, რომლის ღირებულებაცაა $1,500,000. ამ ფასად თქვენ მიიღებთ ინტერიერში არსებულ თითქმის ყველანაირ ნივთს, ავეჯს, ტექნიკას, დამატებით Porsche GTS, რომელიც კადრებში გამოჩნდება 1200 კვადრატ მიწის ნაკვეთს, მასზე აშენებულ 410 კვადრატ სახლს 40 კვადრატი აუზით, 4 საძინებლით, დამატებით კაბინეტით, მისაღები ზონით, სამზარეულოთი, რომელიც მუხით არის მოპირკეთებული, ასევე მუხის პანელებით, რომლითაც არის ნახევრად სახლი მოპირკეთებული. აი ესეთი პატარა ფლიგელით, რომელიც საერთო ჯამში იქნება პროექტორისთვის გათვლილი და განკუთვნილი სივრცე, თავისი გამწვანებით პერიმეტრზე დაჟანგება მიმდინარეობს ახლა გადაბმებს შორის და ზუსტად ამას ელოდება ამ სახლის მესაკუთრე. თუ რატომ ამხელა ღირებულება ამასაც ვიტყვი, დიდად მოტივირებული არ არის ადამიანი გაყიდვაზე, მაგრამ აი ამ თანხად შეელევა. თუმცა აქ ყველაფერი არ არის და ამ ყველაფერს უფრო დეტალურად თქვენ აღიქვავთ დაახლოებით გაზაფხულის ბოლოს, ზაფხულის შუა ნაწილში, როდესაც გამწვანებლის ნაწილს თავიდან ბოლომდე შეავსებს, ასევე აუზის მოპირკეთება იგეგმება, ასევე იგეგმება ფანჩატური, დამატებით სივრცეები, გამწვანება ზედა ნაწილში, როგორც გითხარით, პროექტორის დამონტაჟება თავიდან ბოლომდე იქნება სრულყოფილად შევსებული ეს სახლი, იმისთვის, რომ ადამიანმა იფიქროს, მართლა ხო არ გადავიხადო $1,500,000 და პლუს ამას შავი ძალიან ლამაზი Porsche-ც საჩუქრად მოყვესო. შეიძლება თვითონაც ყავდეს მსგავსი ტიპის ავტომობილი, მაგრამ რატომაც არა ან შვილს აჩუქებს, ან მეგობარს, ან მეზობელს, რომელიც საკმაოდ საინტერესოა, რომ ძალიან სიმშვიდით და ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულებით გამოირჩევა აი ეს ნაწილი. როგორც გითხარით, შინდისის ტერიტორიაზე ვიმყოფებით, კლასიკური შინდისი არ არის შუა ნაწილში, ეს არის თქვათ მთაწმინდიდან რომ მოვდივართ, ამოვდივართ ხელმარცხნივ არსებული ტერიტორია, ალექსანდრე ჭავჭავაძის ჩიხის აი ამ ნაწილში ვართ ახლა ჩვენ. თვითონ საპროექტო მიწა 1200 კვადრატი იყო და დამრეცი, საკმაოდ დამრეცი, აი ამ ზოლზე ეტყობა კიდევაც. ეს ნაწილი იყო თქვათ 0 და დაახლოებით 3 მეტრამდე ადიოდა თვითონ ეს დამრეცი მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია ესეთი იყო. მარტივად ლაზერში გაასწორეს, წარმოუდგენელი რაოდენობის მიწა გავიდა და წარმოუდგენელი რაოდენობის შავი მიწა შემოვიდა. ბევრად უფრო ნაყოფიერი მიწაა, ძალიან ბევრი ხეხილია უკვე ჩარგული, ბანანის ხეებია სხვათა შორის და ძალიან ბევრი ხეხილი, რომელსაც ადამიანი ვერ წარმოიდგენს, რომ შეიძლება იყოს. ეს მოლი ავტომატური სარწყავის სისტემით თავისთავად აი უამრავი რესურსია აი აქ წასული, მხოლოდ მიწის გასწორებაში და ვთქვათ აი ტექნიკური ნაწილის შესრულებაში, პლუს ამას კვადრატული მიწის ფასი აი ამ ტერიტორიაზე, ამ ეტაპზე არც ერთი მიწა არ იყიდება აი ამ რადიუსში. თუმცა ვიტყვი, რომ დაახლოებით 250, 220, 280, $300-იც კი ღირს, ასე რომ დაახლოებით $350,000 მხოლოდ მიწაა. რაც შეეხება თვითონ ღირებულებას, ახლა ეს გემოვნების ამბავი რომ გადავდოთ, ამას დამატებული აუზი, აუზის კეთილმოწყობა, ფილები, ინტერიერის დიზაინში უამრავი თანამედროვე და საკმაოდ მაღალი ხარისხის ბრენდია გამოყენებული. მათ შორის თქვათ ვიტრა, მათ შორის ვილეროი და ბოხი, მათ შორის კერამომარაცის ფილები, გერმანული გათბობის სისტემა, ავსტრიული განათებები თავიდან ბოლომდე. შემოსასვლელში გადავინაცვლებთ პრინციპში და უკვე იქიდან გავაგრძელოთ სტანდარტულად, საიდან შემოვდივართ, საიდან იწყება სახლი და იმის იქით უკვე რა გრძელდება. ამაზეც 1-2 სიტყვით ვილაპარაკებთ. წავიდეთ. ორი შემოსასვლელი ზონა გვაქვს, ერთი საპარკინგე ჭიშკარი, რომლიდანაც შემოვდივართ 3 მანქანისთვის განკუთვნილ სივრცეში, ერთი გადახურული, მათ შორის. ეს უკვე გემოვნების ამბავია, თქვენ შეგიძლიათ თქვათ მინით გამოყოთ ის ნაწილი, გამწვანება იშვიათად როდესაც ადამიანი ამაზე ფიქრობს და ძალიან ბევრ ჩვენს გადაცემაში სამწუხარო ის არის, რომ თითქმის დაბეტონებულია ყველაფერი, ამ ზოლში გვაქვს 3 გამწვანება, გამყოფი ამათ შორის, აქეთ მხარეს არის საკმაოდ მაღალი ხეები, რომელიც ასევე იშვიათად გვხვდება. თქვენ კადრში შეხვდებით ბევრ ნიუანსს, რომელიც ამ ეტაპზე არის დასამთავრებელი, თუმცა ძალიან გვინდოდა ამ სახლის გადაღება და ვერ დაველოდეთ ზაფხულს. წეღა როგორც გითხარით, ზაფხულამდე აბსოლუტურად ყველაფერი შეივსება, ამ ზონაში იქნება
ფანჩატური, ეგრეთ წოდებული ფაცხა თავისი გამწვანებით, თუმცა ამ ეტაპზე არის დიდი რეზერვუარი, რომლითაც ირწყვება უკვე მთლიანად გაზონი. აქაც ძალიან ლამაზი გამოყოფილი გაზონია, რომ ერთმანეთისგან გამოყოს ბეტონის ფაქტურა, აქეთ ზოლშიც ასევე არის გაზონი თავისი ნაძვით. აქ არის ტექნიკური ოთახი, სადაც არის ბოილერები, გათბობის სისტემა და ასე შემდეგ. ამ ზოლში უკვე გვაქვს ცენტრალური შესასვლელი, აქედან უკვე შეგვიძლია შიგნით გადავინაცვლოთ და საინტერესო იქნება ასევე თქვენი აზრი. თქვათ, რამდენად კარგად არის თვითონ სახლი ჩადგმული, ანუ იმის გათვალისწინებით, რომ შემოსასვლელი ზონა ცალკე გვაქვს, ფეხით შეგიძლია შემოხვიდე, მოხვდე ცენტრალურ მისაღებო ოთახში, გვერდიდან შემოუვარო და თქვათ სტუმრები რო გეყოლება, აუზთან კონდეს ისე წდომა, რომ არ გაიარონ თქვათ მისაღების სივრცე სამზარეულოსთან ერთად. ამ ყველაფერზე საინტერესოა თქვენი აზრი და როგორც გითხარით, თავიდან ბოლომდე იქნება ზაფხულის ბოლოსთვის უკვე დასრულებული. ეხლა შიგნით ვნახოთ რეალურად რა ხდება. მარტივად აგიხსნით კონფიგურაციას, როგორც კი შემოვდივართ, ამ ნაწილში არის მისაღების ზონა. დარჩენილია ორი ძალიან დიდი ზომის კარადა გასაკეთებლად. მინა უნდა იყოს, ანუ მესაკუთრის წარმოდგენით, გამჭვირვალე და განათებით. რაც შეეხება თვითონ ექსტერიერსაც და ინტერიერსაც, თვითონ მესაკუთრის შემოქმედება თვითონ დახაზა, თვითონ მილიმეტრებში უთხრა არქიტექტორს თუ რისი გაკეთება უნდა და იმის მიუხედავად, რომ აბსოლუტურად ნული გამოცდილება ჰქონდა საწყის ეტაპზე ამ მიმართულებით, ასევე თვითნასწავლი მხატვარია და სხვათა შორის ძალიან ბევრი ნახატია მისი აქ და თვითონ კი შევატყეთ, რომ ცოტა ერიდებოდა ამ მიმართულებით ამაზე ხაზბას გასმა, მაგრამ ძალიან საინტერესოა და ძალიან ლამაზია და ვფიქრობ ალბათ ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია თვითონ ამ სახლის და არა მარტო ამ სახლის, თქვათ. რაც შეეხება აი ამ ნაწილს, ხო შემოსასვლელი სივრციდან რაღაცა პატარა მაინც გამყოფი სივრცე არის, შემოვდივართ ნორმალური ზომის მისაღებ სივრცეში, აქ არ გვაქვს ბევრი ნივთები, გადატვირთული არ არის, გარდა იმისა, რომ თქვათ მინიმალიზმის მიმართულება, პლუს ამას ახალი გადმოსულები არიან საცხოვრებლად, ეხლა დასრულდა ყველაფერი. ამ ზონაში, როგორც გითხარით, მისაღებისთვის არის განკუთვნილი ტელევიზორი, სავარძელი, ეს უფრო გარე სივრცის არის, თქვათ, აუზთან, მაგრამ ამ ეტაპზე შეგნით არის. ჭერი არის თავიდან ბოლომდე ბეტონის ფაქტურა შენარჩუნებული, რიგელებით სხვათა შორის რამოდენიმე ადგილა სპეციალურად არ არის შეფუთული, თქვათ, არც გიფსოთი, არც ლესვით არ არის იმ სივრცეში, რომ რაღაცნაირად გამოყოს და ერთმანეთთან გადაბმაც არ იყოს უცხო, გათბობის რადიატორებია ასევე გერმანული, ძალიან მაგარი ხარისხის, თავიდან ბოლომდე მთლიანად სისტემა არის გერმანული, თქვათ, ზოგანი ატაკის გათბობა, ზოგან ესეთი ტიპის რადიატორებია გამოყენებული. აქეთ ზონიდან უკვე კონფიგურაცია ისევ რომ ავხსნათ, გადმოვინაცვლოთ აი ესეთ სივრცეში, გამანაწილებელში, აქ გვაქვს ორი პატარა ოთახი, შეიძლება ითქვას, რომ ერთი საძინებელი, ერთი კაბინეტი, თუმცა ამ ეტაპზე შიგნით რაღაც ნივთებია, რომლის გადაღებას პრინციპში ჩვენ არაფერს არ მოგცემს. აქეთ არის გამანაწილებელი კიბე, რომელიც ასევე დარჩება, ანუ მესაკუთრეს იდეაში აქ არ არის საჭირო არავითარი მოაჯირი, ესევე დარჩება. აქ არის ისეთი სივრცე, სადაც თქვენი პატარა ბავშვი დაიმალება, თქვათ, როდესაც თამაშს დაიწყებთ, ძალიან დიდი ზომის ვიტრაჟები, ბევრი ვიტრაჟი, ალუმინის, საიდანაც უდიდესი მზის შუქი შემოდის და ეს განათება დადებითი განწყობით, რა თქმა უნდა, გავსებთ, გამწვანება, აქეთ არის სველი წერტილი, ერთი სველი წერტილი, სადაც ზედმეტი პრინციპში არაფერი არ არის, არც აქ და არც ნებისმიერ ოთახში ისეც ვერაფერს ვერ შეხვდებით, რადგან შეიძლება თქვა, რომ ადამიანმა აი გადატვირთულია. რაც შეეხება გებერიtis ჩაშენებული უნიტაზი, შემნევები გითხარით, რომ ვიტრასია, გამოყენებულია ძალიან ბევრი და ხარისხიანი მასალა, რომელსაც, რა თქმა უნდა, ახალი მესაკუთრე ძალიან კმაყოფილებით მიიღებს. ესეთი განათება გვაქვს აქ, შეგიძლიათ ესე ფეხით, თუ ისეთ მანქანას არ ფლობთ, რომელიც ფეხით აღებს საბარგულს, შეგიძლიათ აი აქ დაამუღამოთ ჟარგონი რო თქვა და მერე უკვე შეიძინოთ ახალი ესეთი საინტერესო მანქანა. ჩემი აზრით ერთ-ერთი ძალიან გამორჩეული სამზარეულოა, არ არის გადატვირთული, თუმცა საკმაოდ ტევადია, ძალიან ბევრი. აქ მაგალითად ჩაშენებული მაცივარია. აქ არის ჭურჭლის სარეცხი მანქანა. შემეშალა აქეთ ყოფილა ჭურჭლის სარეცხი მანქანა. კუპერსბერგის გამწოვი, ინვენტორული ტეკა, უბრალოდ ინდუქციური ტეკა, რომელსაც მე დიდად ვერ გავუგე. აქვე არის ესეთი
რომელიც აქ უცმაცებს და სხვა შორის იშვიათად შევხვდებით ჩვენს გადაცემაში აი მსგავს ტექნიკას, რომელიც აუცილებელია, როდესაც მით უმეტეს ადამიანი აქვე რაღაცებს აკეთებს და შეიძლება დაახუცმაცო. ეს ვიტრაჟები თავიდან ბოლომდე იხსნება, ეს 8 ადამიანზე გათვლილი ძალიან მაგარი სასადილო სივრცე და გვითხრეს, რომ საღამოს ნაწილში ბევრად უფრო ლამაზია, როდესაც განათებული გაზონი, ხეები, მზის პანელებზე პატარა მზის პანელებია, რომელიც მე ანათებს უკვე აი ამ ხეებს, გამწვანებაა, სივრცე იშლება, სამწუხაროდ ეხა ეგრეთ წოდებული სმოგია თბილისზე და არა მარტო ეხლა, ძალიან ხშირად არის ეს სმოგი თბილისზე და ეს სივრცე არ ჩანს. ეს ალუმინის კარფანჯარა თავიდან ბოლომდე შეგიძლიათ გახსნათ, ანუ აი ესე შეგიძლიათ ეს ნაწილი და უკვე გადმოინაცვლოთ. აი ეს ნაწილიც და ეს ნაწილიც იხსნება და გამოდის, რომ ერთი ზონა შეგიძლიათ შექმნათ, ანუ აუზზე დაგეგმარება ზუსტად მაგიტომ არის. თქვათ აღმოსავლეთიდან ამოდის მზე, მთელი დღის განმავლობაში აუზთან რა თქმა უნდა მზე გაქვს, თუმცა ჩვენ ამაზე ხა ხაზგასმა ადამიანებს ძალიან ბევრი ადამიანი წერს, რომ აი ამაზე რატო შეიძლება ხაზი გაუსვა. თუმცა იმდენი სახლი გვინახავს, სადაც აუზია და 90% დღის განმავლობაში მზე არ უდგება, რომ ამაზე ხაზგასმა ჩემი აზრით აუცილებელია. ხომ მართალი ვარ? კი. რაც შეეხება აი ამ ზონას, როგორც გითხარით, აქედან წვდომა გვაქვს უკვე გარეთ და შეგვიძლია უკვე 2-3 ზონა შევქმნათ იმისთვის, რომ კონდეს დღის განმავლობაში ძალიან საინტერესო ვთქვათ აქტივობები ამ ერთ ფლიგელს, რომელიც მისაღები ზონის არის და ვაკო ამას გაჩვენებთ. ერთსართულიანი ფლიგელი იმიტომ შეიქმნა, რომ მზის სხივის დარტყმის კუთხეს არ შეექმნა დისკომფორტი. ვთქვათ დღის მეორე ნახევარში, როდესაც მზე გადადის, აქ აი ამ სივრცეში მაინც მზის შუქი აღწევს, ასე რომ მაგასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სამზარეულოზე რა შემიძლია კიდევ თქვა, ნუ ისეთი სივრცეა, სადაც ყველაფრის გაკეთება შეგიძლიათ. აქვე ძალიან საინტერესოა ერთი პატარა საკუჭნაო, ეხლა ადამიანი თქვი საკუჭნაო როგორ შეიძლება იყოს საინტერესო, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ერთი სახლია, იმის მიუხედავად, რომ აქ არის ძალიან მაღალი ტემპერატურა ამ წუთას, სპეციალურად არ გააკეთეს გათბობა, სპეციალურად ბეტონი უფრო მეტი გამოიყენეს, რომ აი ეგ ტემპერატურული სხვაობა საკმაოდ დაბალია და გამოდის, რომ სარდაფის ფუნქციას ასრულებს. ანუ ყველანაირი ვთქვათ კომპოტების და მსგავსი სანოვაგის შენახვა შეგიძლიათ იქვე არის უკვე სარეცხი მანქანა, დამატებით მაცივარი, ასე რომ მაგ მიმართულებითაც ყველაფერი გათვლილია. სამწუხაროა, რომ ის წარმოდგენა, რაც უნდა შეიქმნათ, ეხა ფოტოებზე და ვიდეოში არ გვაქვს, თუმცა ისე ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი გაზაფხულის ბოლოს, ზაფხულის დასაწყისში აუცილებლად დასრულდება და თუ მანამდე ვერ შეძლო მესაკუთრემ რეალიზება, პირობას ჩამოვართმევთ, რომ დაახლოებით 5-6 წუთის განმავლობაში კიდევ ერთხელ მოვალთ და იმ ხიბლს, რასაც ეხლა გთავაზობთ, წარმოიდგინოთ, აუცილებლად თქვენ თვითონ ნახავთ. ასე რომ ეხლა ჩვენ ავიდეთ ზედა სივრცეში და ვნახოთ ზემოთ უკვე რა ხდება. მეორე სართულზე საკმაოდ მარტივი კონფიგურაცია გვაქვს, პატარა აივანი, რომელიც გადაყურებს ამოსასვლელ კიბის უჯრედს და საინტერესოა ასევე გარდა იმისა, რომ განათება არ არის აი ამ ნაწილში. მიმართული განათება სპეციალურად გააკეთა აქეთ, რომ აქ მინდა ძალიან დიდი ჩემივე დახატული ნახატი ჩამოვკიდეო და ეს განათება, ანუ ვერ წარმოიდგენ ადამიანი, როდესაც ამოდიხარ, საიდან არის სინათლე შემოსული. ესეც საინტერესო პატარა ნიუანსია, რომელსაც ამ სახლში წააწყდებით. აქეთ გვაქვს ერთი საძინებელი ზონა, ძალიან მზიანი სახლია, შეიძლება ითქვას, რომ არის ძალიან მზიანი სახლი. ეს საძინებელი სივრცე მთლიანად დაუთმეს სახლის მფლობელს, ტონი კატანა შევარქვით, ჩვენ აქეთ არის მეორე საძინებელი საბავშვო, თუმცა დიდი ზომის არის 14-15 კვადრატი, ამ ზონაში ესეთი გამონაწილებელი სივრცე გვაქვს გითხარით. სველი წერტილი საერთო მოხმარების ისეთივე ინტერიერის დიზაინია, არაფერი ზედმეტი და გადატვირთული და აქეთ გვაქვს უკვე დიდი ზომის მასტერ საძინებელი, მასტერ ბედრუმი ეგრეთ წოდებული, სადაც გვაქვს კუთხის ვიტრაჟები. სამწუხაროდ აქედან ამ ეტაპზე არ არის ის ხედი, რაც საერთო ჯამში, როდესაც არანაირი ღრუბელი, სმოგი და
ასე შემდეგ არ არის, თუმცა ძალიან დიდი ზომის განათებული საძინებელია, მეტნაკლებად ლამაზი ხედებით, სივრცის შეგრძნებით, ვაკო გაჩვენებთ, რომ გადათოვლილი წავკისის ზედამთის ტერიტორიაც ჩანს, აქ გვაქვს უკვე ჩვენ ხშირად გვაქვს გადაცემებში ესეთი ზომის საგარდერობე სივრცე, აქეთ გვაქვს უკვე ასევე სველი წერტილი, საკმაოდ ლამაზი, აქაც მსგავსი ტიპის, როგორც იქით, ინტერიერის დიზაინია, ჩაშენებული შემრევი, საშხაპი, განათება ძალიან ლამაზი, აქაც არაფერი ზედმეტი და გვაქვს ასევე ძალიან საინტერესო სივრცე, რომელსაც გაზაფხულის დადგომასთან ერთად საკმაოდ დიდი დატვირთვა იქნება. ეს არის დაახლოებით 150 კვადრატამდე ვერანდა, რომელიც ჩანაფიქრში უნდა იყოს როგორი. ეს დაჟანგებული ქოთნები, რომელიც ზუსტად ქოთნის ფუნქციას შეასრულებს, გაზაფხულის შუა რიცხვებიდან უკვე იქნება გამწვანებული, თავიდან ბოლომდე გამოყვება აი ამ ვერანდას. საერთო ჯამში 200 კვადრატამდეა ზედა მეორე სართულის აივნები და აი ამ ვერანდის ჩათვლით კვადრატულობა. განათებები ინტეგრირებულია შიგნით და განათებს ლენტურად აი აქ აი ესე გაუყვება თავიდან ბოლომდე, რომ გამოყოს ეს სივრცე. პროექტორისთვის განკუთვნილი კედელი, რომელიც ჩანაფიქრში ესეა, გასართობი ზონა. და როგორც გითხარით, ერთადერთი აქ მოლოდინის რეჟიმი არის გაზაფხულის დადგომა, რომ თქვათ, გამწვანებას რამე მხელი არ შეუშალოს, ამეების ბუნებრივად დაჟანგვა, რომ ვიზუალურად ესეთი ეფექტი იყოს და რაც შეეხება აი ამ ნაწილს, ძალიან დიდი სივრცე გვაქვს. კი, ბევრად უფრო მაგარი ხედები გქონია, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ აქედან თითქმის ყველანაირი ხედი გვაქვს, საერთო ჯამში საინტერესოა. ვისაც სურვილი გექნებათ, კიდევ ერთხელ შეგიძლიათ მოგწეროთ, ვისაც მსგავსი ტიპის, ან არა მარტო მსგავსი ტიპის, უბრალოდ გასაყიდად საინტერესო უძრავი ქონება გაქვთ, ასევე შეგიძლიათ მოგმართოთ. დანარჩენი დროებით და დაველოდოთ შემდეგ ვიდეოებს.